ხუდონგესი მოკლედ რო გითხრათ ტბორალს ხაიშის ტერიტორიას, მიწა-წყალს, მოსახლეობას, სასაფლაოებს, ეკლესიას, რომელიც მოქმედებაშია, სვანეთის კარიბჭეა ხაიში, რამ ცენტრს რო დაატბორებ, ჭუბერი, ნაკრა, ასე გვერდებზე როა სოფლები შეფარებული, იძულებული გახდება მოსახლეობა, რომ მეაქმი რა მინდა, იმ ცენტრალურ გზამდე რო ჩამოვიდე, ამას რო უნდა, მას მოყვება ზამთრის პირობები და ახალი თაობა გაიქცევია. 11,000 თუ არის დღეს იცის არ არის. ამისთან გაყვანის შედეგად ისიც არ არის. 19,000 იყო, სვანეთი დაცარიელდება. ამიტომ არ გვიდა ხუდონგესი. იმ წლიდან დღემდე სულ იძახიან 55 წელია, ხო? გადასახლება ბევრმა სახლი ვერ აიშენა. გადაწყვეტილება მაინც ამყრიან. სადამსჯელოა ეს. ხალხი კომუნისტურ პერიოდში ადამიანის ფასი იყო 34 კაპეკი. დღეს ფასი არ აქვს ადამიანს. რატომ მკითხე, კომუნისტურ პერიოდში 34 კაპეკი იყო ტელეგრამას ფასი. რომ მაკვდა ეს კაცი და დღევანდელი შეფასება რა არის? ჩვენით არა, შეხედეთ რა ხდება, ხო უყურებთ კაც ადამიანი ადამიანად არ მიაჩნია. ეს არის ჰუმანიზმი, ესაა ერის სიყვარული, ესაა შენი სახელმწიფო ხალხის სიყვარული? არ არის ბიჭო. გვერევით? აგვერიეთ მას, დაგმარხეთ ცოცხლად რა. თავდასისუნარი ინსტინქტი, ხეთს გააჩნია და ადამიანსაც გააჩნია. ადამიანსაც კი არა, ადამიანს გააჩნია. მაშინ იტყვის კაცი, მერევი, მაშინ ძალაა საჭირო.